სულ არ ვაპირებდი და არ ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს ახლა დღეს შაბათია არც ხვალ ვაპირებ და ვინც ის არც ორ შაბათს არც სამ შაბათს არც უახლოეს დღეებში მაგრამ ამ თემაზე ჯერ ერთი მოგვიწევს საუბარი დაკრძალვის პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვის შემდეგ მოგვიწევს ყველას ან ბევრს ვინც საჯარო სივრცეში ვართ მაგრამ გვიბიძგებენ რომ ვილაპარაკოთ მიუხედავად იმისა რომ არ ვაპირებდი ასე მაგალითად მე ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას ვილაპარაკოთ ვიბიძგებენ რომ ვილაპარაკოთ მანამდე აი დღეს შაბათია და მომიწევს ამ თემაზე საუბარი ფრიად და ძალიან საშიშ ტენდენციას ვამჩნევ თუ ვადევნებ თვალყურს თუ ვაქცევ ყურადღებას ქართული ოცნების ბანდიტური ხელისუფლება ამკვიდრებს აზრს რომ რაღაცი პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წელს მოსაყდრედ გამოარჩია შიო მუჯირი ეს ავტომატურად ნიშნავს რომ შიო მუჯირი არის მემკვიდრე მოსაყდრე კი არა მხოლოდ მოსაყდრე უფრო ზუსტი რო ვიყო არამედ მემკვიდრე ანუ ტოლობის ნიშანს სვამს მოსაყდრეობასა და მემკვიდრეობას შორის ეს რომ ასე იყოს ამ შემთხვევაში სინოდის სხდომა რომელმაც უნდა გამოარჩიოს სამი კანდიდატიდან პატრიარქი ეს სინოდის სხდომა საჭირო სულაც არ იქნებოდა ან მხოლოდ ფორმალობა იქნებოდა მაგრამ რეალურად მოსაყდრეობა არ ნიშნავს მემკვიდრეობას ხაზგასმით ვამბობ ამას 2017 წელს პატრიარქი საკმაოდ დაუძლურებული იყო უკვე დაუძლურებული იყო მე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთი ხანობა გამოსწორდა თუ გულახდილები ვიქნებით მაგრამ მოსაყდრეშიო დარჩა და ესეც საკამათოა ამდენად სწორი იყო ეს გარკვეული წესები ამდენად იყო დაცული 2017 წელს პატრიარქი იყო საკმაოდ დაუძლურებული და შიო მუჯირი მან კვლავ ვიმეორებ ხაზგასმით ვამბობ მან დანიშნა პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად იმ პერიოდში როდესაც ის პატრიარქი ილია მეორე ვერ ასრულებდა ან ვერ შეასრულებდა საკუთარ მოვალეობას თუმცა ეს არ ნიშნავდა და არ ნიშნავს იმას რომ ახალი პატრიარქი არ უნდა სხვა პატრიარქი გარდაცვალების შემდეგ არ უნდა იყოს გამორჩეული მაგრამ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ამის კულტივირება ამის ტირაჟირება ამ აზრის ტირაჟირება ამ აზრს ნერგავს თუ აწვეთებს საზოგადოებას და ბევრი გულუბრყვილო გულახდილები თუ ვიქნებით ადამიანი წამოეგო ამ პროვოკაციას მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც გულუბრყვილორი სულაც არ არიან და მე რომ გითხარით რომ საშიშ ტენდენციებს ვამჩნევ თუ ვადევნებ თვალყურს მეთქი სულაც არ ვაჭარბებ ქართული ოცნების სუსი ქართული ოცნების პარტია ქართული ოცნების ძალოვანი სტრუქტურები ქართული ოცნების პროპაგანდისტები ქართული ოცნების ტროლები ქართული ოცნების მედია ქართული ოცნების სპიკერები ერთგვარად ან მრავალგვარად პირდაპირ თუ ირიბად ამ თემაზე იწყებენ საუბარს ადრეა რასაკვირველია წინ 40 მთელი 40 პრაქტიკულად თვე ნახევარი ერთი თვე მაინც გვაქვს მინიმუმ ერთი თვე რეალურად 40 დღე 45 დღე შესაძლოა გვაქვს წინ არჩევნები უნდა გაიმართოს და მე ახლა გეტყვით თუ შიო მუჯირს 39 ღვთისმსახური ეპისკოპოსი მთავარ ეპისკოპოსი მიტროპოლიტი შეარჩევს პატრიარქად ის იქნება შიო მუჯირი იქნება პატრიარქი თუ შეარჩევენ და ყველა ვინც შიო მუჯირის მოწინააღმდეგეა მე მაგალითად არ ვეთანხმები არ მომწონს შიო მუჯირის კანდიდატურა მაგრამ იმის გამო რომ ეკლესია უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა გაიხლიჩოს მე ვიზულებული თუ ვალდებული უფრო ზუსტი რო ვიყო იქნები რომ თქვა შიო მუჯირი არის საქართველოს ახალი კათალიკოს პატრიარქი მაგრამ იგივე კითხვა ასეთივე კითხვა რომ დაუსვა შიო მუჯირის მომხრეებს იმ შემთხვევაში თუ პატრიარქად გამორჩეული იქნება მაგალითად მეუფე იობი პირობითად ან მეუფე დიმიტრი ასე მაგალითად მეუფე გრიგოლი ასე მაგალითად მეუფე ზენონი მაგალითად სხვები საბა სხვები თუ იქნება სხვა გამორჩეული დანიელი ასე მაგალითად ისინი ცნობენ კი პატრიარქად აღიარებენ კი პატრიარქად სხვა ნებისმიერს გარდა შიოსი
გია უცნობი გაჩეჩილაძე ის კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ არც თუ დიდი ხნის წინ თქვა, რომ მარო მაყაშვილის პირველი რესპუბლიკის მთავრობამ მოკლაო და გიორგი ანწუხელიძე კი მიხეილ სააკაშვილმა, ანუ ამ სოფხედვის, ამ სამყაროს ხედვის, ამ მოსაზრებების პირი, ახლა ჩვენ გვთავაზობს საკუთარ მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით და უსაშიშესი ტენდენცია კვიდრდება თუ არსებობს უკვე საზოგადოებაში. მე თავიდან მოგასმეინებთ, თავიდან ბოლომდე მოგასმეინებთ მის მონოლოგს და აქ-იქ შევწყვეტ, გავწყვეტ ხოლმე და კომენტარს გავაკეთებ. დავიწყოთ. ეს ურთვიანი ვადა იყო ორი თვით რომ შემდეგ მეუფეში რომ დანიშნოს ტიროდის კრება და ორთვეში უნდა აირჩიეს არ არის ის რომ ესე ვთქვათ პატრიარქმა მოსაყრე დაასახელა ესე მთელი ცხოვრებით ეს არის მხოლოდ ორთვიანი ამას ძირითადად ამას იძახიან ხოლმე და მე მინდა გავუშვა ერთ-ერთი მეუფის სახელწოდებით ზენონის განცხადება ისამს მეწოს უკვე სულიერ არსებებზე ხო ადამიანებზე არ ითქმის სახელწოდებით, რას ნიშნავს სახელწოდებით. ქართული ასწავლეთ ამ ადამიანს რჩევლებმა, რომლებიც ან მეგობრებმა, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ. სახელწოდებით ზენონი არ არსებობს. ხო, მე უკვე გვარიც ეშლება. რომელიც პრინციპში ზენონმა გააკეთა ტელევიზიის ეთერში, როდესაც ჯერ კიდე პატრიარქის ესე ვთქვათ მირონცხებული ცხედარი სამართლობაში იმყოფებოდა ჯერ და არც კი იყო გადასვენებელი საპატრიარქოში და მინდა განახოთ რა განცხადებას აკეთებს მეუფე ზენონი. ეპისკოპოსის ზენონი იარუჯელი არ არის, იარაჯულია. მაგრამ ტიპი ვერც კითხულობს. ხო ხვდებით, კარგით, ავანებოთ ამასაც თავი, მაგრამ უბრალოდ ეს აღნიშნე რომ ვერ აყალიბებს აზრს გია უცნობი გაჩეჩილაძე. მოუწოდებ ხელისუფლებას არ ჩაერიოს ახალი პატრიარქის არჩევა. დიახ, ვუწოდებ ხელისუფლებას, უთქვამს ეპისკოპოს ზენონს, რომ არ ჩაერიოს ახალი პატრიარქის არჩევაში. მას უნდა ეთქვა თუ არა ეს პირველივე დღეს საკამათოა, სამსჯელოა, შესაძლოა არასწორია, შესაძლოა მეც არ მომეწონა, ჯერ გავასვენოთ და იგზალოს პატრიარქ ილია მეორე. კი ბატონო. მაგრამ პრინციპში ეს აზრი, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ახალი პატრიარქის გამორჩევა არჩევაში, სწორი აზრია. მესმის რომ შესაძლოა და ალბათ უნდა ეთქვა მაგალითად ორშაბათს დაგზალვის შემდეგ მეორე დღეს რაღაცა იმ კვირაში, მომავალ კვირაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის აზრი, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ამის შემდეგ გია უცნობი გაჩეჩილაძე აი ეს კაცი, რომელმაც გიორგი ანწუხელიძის მკვლელობა დააბრალა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას კიდევ უფრო უარეს ამბობს და არ გააკეთო კომენტარიო სულ მეუბნებიან. არ ღირს ეხლა უცნობამდე დასვლაო, მაგრამ უცნობი არ არის პირი, რომელიც მხოლოდ საკუთარ აზრებს გვთავაზობს. არა, ხშირი ურთიერთობები გოგა ხაინდრავებთან, ან პირებთან, რომლებიც თავის მხრივ ურთიერთობენ მამუკა მდინარაძესთან, ირაკლი კობახიძესთან თუ სხვებთან. განაპირობებს გია უცნობი გაჩეჩილაძის ამგვარ წარმოდგენებს პროცესზე და ამგვარ საჯარო პოზიციებს და ამ კაც მედია საშუალებას ფლობს და გადაცემა აქვს და როს ჩახედო მართლაც არ ვიცი რაღაც 300 არა მთლად, მაგრამ ბევრი გაზიარება, ბევრი ეთანხმება კომენტარებშიც გია უცნობი გაჩეჩილაძეს და უწერენ რომ აი გია ყოჩახ შენ, რა მაგარი რამ თქვი. უარეს ამბობს. აი ეს წარმოიდგინეთ გაცილებული არ იყო უწმიდესი რომ ეს განცხადება გააკეთა ტელევიზიის ეთერში. ხელისუფლება და მინდა მივმართო მეუფე ზენონს რომ ხელისუფლება არაფერში არ ჩაერევა, მაგრამ ჩვენ ჩავერევით ამ ყველაფერში. აი ეს არის ძალიან საინტერესო მონაკვეთი ეპიზოდი, მონაკვეთი. რას ნიშნავს ჩვენ ჩავერევით? თუ ვინმეს გონია რომ გია უცნობი გაჩეჩილაძე ან პირობითად გია უცნობი გაჩეჩილაძესთან ერთად ყოფი 300, 500, 1500, 3500 ან 9860
8 მოქალაქე თუ მივაპა საპატრიარქოსთან წმინდა ამაზე ამბობს ამახვილებს მე უკვე ყურადღებას საპატრიარქოსთან და მოითხოვს სწორედაც რომ შიო მუჯირის სინოდის წევრებისაგან შიო მუჯირის დანიშნას პატრიარქად და თუ ვინმეს გონია რომ ეს არ იქნება ხელისუფლების აქტი ხელისუფლების ზეწოლა სინოდზე ძალიან წარედ ცდება ჩვენ ყველა შესანიშნავად ხვდებით რომ გარედან ჩარევა არ უნდა მოხდეს არც ხელისუფლებისა არც უცნობისა არც სტაბლიაშვილისა არც ოპოზიციისა არც ზენონის მომხრე რომელიმე ერთი ჯგუფისა ან შიოს მომხრე თუნდაც 7 ჯგუფისა 39-მა ღვთისმსახურმა თავად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე არც კობახიძე უნდა ერეოდეს და არც სააკაშვილი არც ივანიშვილი არც უცნობი არც სტაბლიაშვილი არც გვარამია და არც არავინ და კიდევ ერთხელ გამიმეორებ თუ ამორჩეული იქნება პატრიარქად ნებისმიერი სხვა პირი გარდა შიო მუჯირისა მათ უნდა აღიარონ პატრიარქობა იმ სხვა პირისა და თუ შიო მუჯირი იქნება ამორჩეული მიუხედავად იმისა რომ მე არ მომეწონება გულახდილად გეტყვით ჩვენ არ მოგვეწონება ჩვენს უნდა ვცნოთ უფლებამოსილება პატრიარქობა შიო მუჯირისა და მერე უკვე როგორც პატრიარქი ისე უნდა გავაკრიტიკოთ ისე როგორც გია უცნობი გაჩეჩილაძე ეს ექნება უფლება სხვა პირის არჩევის შემთხვევაში მაგალითად ხსენებული ზენონი თუ იქნება არჩეული აკრიტიკოს რამდენიც უნდა და ესე ვყალიბდებით ჩვენ საზოგადოებად მაგრამ ესენი როგორც ჩანს გარკვეულ ზეწოლას სუსის ხიად ვიტყვი ხელისუფლებად წოდებული ბანდის სუსის კობახიძის დინარაძის და თუ უფრო შორს წავალთ ბიზინა ივანიშვილის დავალებით აპირებენ გარკვეულ ზეწოლას უკვე შემდგომ პროზუსტი რო იყო როცა სინოდის ხდომა გაიმართება იმ დღეს ეს ერთი და მეორე თუ იქნება გამორჩეული სხვა პირი არჩეული პატრიარქად აპირებენ თქვან რომ იცით რა ეს იყო ის ახალი სხვა პირი არის გარდა ზენონისა გარდა შიოსი არის უკანონო პატრიარქი ავიცი deep state-ის პატრიარქი მიშა სააკაშვილის პატრიარქი და იქ რაღაც სახელმწიფო თუ საეკლესიო გადატრიალება მოხდა არ გაითვალისწინა რა სინოდის უმრავლესობამ სინოდის წევრთა უმრავლესობამ პატრიარქის სურვილი ანდერძიც არა სურვილი უფრო ანუ არ დაამტკიცა რა პატრიარქად შიო მუჯირი რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი და ხაზგასმით ვამბობ მოსაყდრეა და მხოლოდ სხვადასხვა მოსაყდრეა არამხოლოდ 2017 წლის პატრიარქის გადაწყვეტილება 2017 წელს პატრიარქის გადაწყვეტილებით არამედ მოსაყდრეა ახლახან რო გარდაიცვალა პატრიარქი ილია მეორე სინოდით სახელდახელოდ კიდევ ერთხელ შეიკრიბა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა შიო მუჯირი მოსაყდრეთ ანუ ამ ხნის განმავლობაში პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად რაღაცა ცოცხალი არ არის ეს კაცი და მაშინ კი 2017 წელს იყო დაუძლურებული და მართლაც შიო ცუდად კარგად ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა ასრულებდა გარკვეული პერიოდი პატრიარქის მოვალეობას მაშინ როცა პატრიარქი შეუძლოდ იყო და უჭირდა კიდევ უარეს ამბობს ჩვენ ჩავერევით ამ ყველაფერში იმიტომ რომ პატრიარქის ეს სიტყვები რომელიც მან გააკეთა და შემდეგ კიდე მოუყვები ამ ისტორიას საერთოდ როგორი ისტორია იყო ვიდრე ეს მოყვება ოღონდ არ წყვება მანამდე გეტყვით რომ პატრიარქის გადაწყვეტილება შიო მუჯირის მოსაყდრედ გამორჩევის თაობაზე 2017 წელს მხოლოდ პატრიარქის გადაწყვეტილება არ ყოფილა ასე გეტყვით ჩემი მოსაზრებით ასეც შეგვიძლია მოვთარგმნოთ არ იყო პატრიარქის გადაწყვეტილება ეს იყო დაუძლურებული პატრიარქის და საქართველოს საშინაო საქმეებში რუსეთის პირდაპირი ჩარევა, როდესაც აქ ჩამოთრეული იყო ილარიონ ალფეევი უკვე შემდგომ ხილებული პედოფილიაში უნგრეთში, აი იქ სადაც ირაკლი კობახიძეა ახლა, რომელიც ძალადობდა სექსუალურად საკუთარ დეკანოზზე და ამის შემდეგ ის აღარ არის ისე დაწინაურებული ბანდიტი კირილ გუნძიაევის საპატრიარქო კარზე, როგორც იყო მანამდე. და ეს გუნძიაევია სწორედ KGB-ს, KGB-FSB-ს აგენტი
და იმ KGB FSB შენიკური რუსეთის საპატრიარქოს აგენტი, რომელიც ჩაერია, ასაკვირველია გუნჯაევ ეს ალფეევია. სწორედ კირილის, ბანდიტი კირილის ბრძანებით, მოთხოვნით და სურვილით. ალფეევი ჩაერია კირილ გუნჯაევის ბანდიტის, კირილის ბანდიტის ბრძანებით საქართველოს საშინაო საქმეებში. ამასთან დაკავშირებით არჩევების ამ წერილის დაწერასთან დაკავშირებით რომელიც პატრიარქმა თავის ხელით დაწერა იქ მოსახდრე რაც შეეხება მოსახდრის არჩევის დანიშნვის წერილს პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ჩვენ იქნებით ის ვინ ჩაერევა ამაში თუ რა თქმა უნდა ღმერთმა ანუ ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს სინოდი გაჩეჩილაძე და გაჩეჩილაძეს ვინ ეკითხება მამუკა მდინარაძე და მამუკა მდინარაძეს ვინ ეკითხება ბიზინა ივანიშვილი მოკოქავს 3500 კაცი იპოვის იმ 9 მილიონიდან საკუთარ მომხლეებს ტროლებს არა რაღაცა ბანდიტურ დაჯგუფებებს თითუშკებს რომლებიც გამოვლენ და თურმე აპირებენ რომ დადგნენ არ გამოირიცხება რომ დადგნენ საპატრიარქოსთან თუმცა მე მაინც ურჩევდი ხელისუფლებას დაწოდებულ ჯგუფს რომ ამგვარი ნაბიჯი არ გადადგას იმიტომ რომ სინოდი ვინც არ უნდა გამოარჩიოს ამ სინოდმა არის თვითმყოფადი დამოუკიდებელი ხელისუფლების პირდაპირ ირიბი გავლენებისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს მათ შორის ბიზნეს გავლენებისაგან ახლა ერთი უცნაური ვერსია უცნაურესი მე შიოს არჩევის მოწინააღმდეგე ვარ თუმცა კვლავ ვიბეორებ თუ აირჩევენ დავემორჩილები მაგრამ ახლა კითხვა მაქვს ასეთი თავად ბიზნეს დარწმუნებული ხართ დარწმუნებული ვარ კი მე ან დარწმუნებული ხართ რომ შიოს არჩევაზე მეტად იქნება და უნდა სწორედაც რომ არეულობა და აი ამ სიბნელის თვალსაჩინოებების გამოყრა ქუჩაში ამით ხომ არ ახსრულდება პატრიარქის ბჭყალებში თუ ბჭყალებო თუ წინასწარმეტყველება იმის თაობაზე რომ ის ბოლო ჟამის პატრიარქია ბოლო ჟამში მაინც და მაინც მეორედ მოსვლა არ იგულისხმება არ იგულისხმებოდა იქნება და არამედ იგულისხმებოდა რომ ის ბოლო პატრიარქია რომელსაც ერი და ბერი ყველა სცნობს იქნება და იგულისხმებოდა სწორედ ის რომ შეიძლება დაიწყოს იმგვარი დაპირისპირება ხელოვნურიც შესაძლოა მათ შორის ხელოვნური რომლის შედეგადაც ერთი პატრიარქი არ გვეყოლება არა მე აქეთკენ კი არ მიმყავს მაგრამ იმას კი ვუშვებ თეორიულად რომ არჩეულ იყოს სხვა ნებისმიერი პირი ბიზინა ხო რეჟისორია ან ცდილობს რეჟისორი იყოს პატრიარქ ილია მეორეს დროს არ გამოსდიოდა მას ბოლომდე კარგი რეჟისორობა თორე დანარჩენი უკლებლივ ყველა მოინელა მეთქი ასე ვიტყვი იქნება და ბიზინა ივანიშვილი ჩაერევა ასე პირიქით არჩევინებს რომელიმე სხვას და ამათ გამოყრის ისევ თავადაც არ ეცოდინებათ რასაც ჩადიან და ესენი დაუპირისპირდებიან ახალ სხვა პირს და მე ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი რომ იცი რა არის ბიზინა შიოსკენ არ იყო ბიზინა შიოსკენ იყო ესენია და აღართვის არ და ყველაფრის რეჟისორია ბიზინა ივანიშვილი ასეთი ძლევამოსილიც არ არის რასაკვირველია მაგრამ აი ეს რაღაც თეორიულად წარმოვიდგინოთ ის ხომ ყველაფერში აფათურებს ხელს დავასრულოთ თუ არა გია უცნობი გაჩეჩილაძის ეს მონოლოგის მოსმენა თვალყურის მიდევნება მისთვის სიმართლე გითხრათ არ ვიცი მოусმინოთ კარგი დარჩა საბოლოო ჯამში არასრული 40 წამი ეს იმიტომ რომ პატრიარქის ჩვენი იყო ეს ქვეყანაც ჩვენია ეს უცნაურესი ისა რას ნიშნავს პატრიარქის თქვენი იყო პატრიარქი იყო ყველასი ეს ქვეყანა არის ყველასი საპატრიარქოც ჩვენია საპატრიარქოც არის ყველასი სინოდიც ჩვენია და ყველაფერი ჩვენია ჩვენი აი ხალხის დინარეებით რომ მოდის დედაქალაქის ქუჩებში ვიდრე სამების საკათედრო ტაძრამდე და ბევრი ვერა ხერხებს შესვლას ამ ხალხში ამ ზღვა ხალხში ვაღიარებ რომ ზღვა ხალხია არა პროცენტულად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაითვლის მაგრამ არიან ნებისმიერი თუ მაინც და მაინც პოლიტიკური პარტიები უნდა ვახსენო ნებისმიერი პარტიის ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქეები რომლებიც აფასებენ ჩვენს ყველას
პატივს მიაგებენ ჩვენს ყველას პატრიარქს. პატრიარქს, რომელსაც ვაკრიტიკებდით, მაგრამ ის ჩვენი პატრიარქი იყო. პატრიარქს, რომელსაც ვუწუნებდით გარკვეულ რაღაც ეპისტოლეს ტექსტს მაგალითად, მაგრამ ის ჩვენი პატრიარქი იყო. ეს არ არის მათი, ის არ არის მათი ექსკლუზივი ან მხოლოდ მათი, ასე ვიტყვი, ის ჩვენი ყველასია, ჩემი და გია უცნობი გაჩეჩილაძისა. ყველასი. საქართველოს კათოლიკოს და პატრიარქი და არჩეული ნებისმიერი პირი, აღარ დავასრულოთ მისი ვიდეოს თვის თვალყურის მიდევნება. არჩეული ნებისმიერი პირი იქნება ყველასი. შიო მუჯირი, შიო მუჯირი. ნებისმიერი სხვა იობი? იობიც იქნება ყველას პატრიარქი. ყველას პატრიარქი იქნება იობი. ვინც იქნება არჩეული, ის იქნება, ის უნდა იყოს ყველას პატრიარქი. ახლა ერთი გაფრთხილება ამდენად სწორი არ ვიცი, მაგრამ ესეთი პოზიცია კიდევ ერთხელ. თუ დაინახავთ ვიღაც ტიპებს ჯგუფებად შეკრებილებს საპატრიარქოსთან სინოდის იმ კრების წინ უნდა იცოდეთ ყველამ, რომ ეს არის სუსის პირდაპირ თუ ირიბად მოკოქილი ჯგუფები. და კიდევ ბიზნესი, რომელიც ყველგან აფათურებს ხელს, ყველგან, იმიტომ რომ მას უნდა რომ ყველაფერი გააკონტროლოს, ყველაფრის გაკონტროლება უნდა ის როგორც აჩრდილი ბოლშევიკებისა, აჩრდილი საშინელებისა დაძრწის ჩვენს ოჯახებში შემოდის, ასე გეტყვით. ამას ზოგი ხედავს, ზოგი ვერ ხედავს, ზოგი გრძნობს, ზოგი ვერ გრძნობს, ზოგს მიაჩნია რომ მე ვაჭარბებ, ზოგს მიაჩნია რომ მე პირიქით არ ვაჭარბებ და ვაკლებ, ვამცირებ. არა, კატასტროფაში ვართ, მეგობრებო. და პატრიარქი ილია მეორე აბალანსებდა ამ ყველაფერს, მაგრამ აღარ არის ცოცხალი. და კიდევ უფრო დიდი განსაცდელები გველის, რომლებსაც მოგვიწყობს რუსეთი, რომელსაც ბიზნესის ბევრი ვარიანტი აქვს, A, B, C, C პირველი, D მეორე, ხო და ასე შემდეგ. გვიწყობს ჩვენ საშინელებებს და განსაცდელებს რუსეთი და რუსეთის აქ წარმოგზავნილი ბიზნა ივანიშვილი. კიდე გაიგეთ და კიდე ნუ გაიგეთ და ეხლა შემოვარდით და დაიწყეთ დაბლიაშვილო შენ რაღაც მონათლული არ ახარ და შენ რაღაც სისულელები შინაარს გაეცადეთ ჯერ. FSB მართავს ამ პროცესს გარკვეულწილადზე მეტად. ან ცდილობს რომ მართოს. ნახვამდის.